ესე იგი, მეგობრებო, სოფელი შალხევიდან წამოვედი ჩვენ ტყე-ტყე, მივდივართ თავშესაფარის სანახავად და ზევით მთაზე ამოდის გზა რაღაცა მონაკვეთი და ბოლოს ეხა მივადექით ჩვენ აქ უკვე ჩახერგილი არის, დიდი ხეებია წაქცეული, ეხა გაჩვენებთ წინ და ნუ ფიზიკურად აქ მანქანით გადასვლის შანსი არ არსებობს, ეს ხეები თუ არ გადაიჭრა, ჯერ ერთი და მეორე იქით წინ ისეა თოვლი დაფარული ყველაფერი, რომ ვიზუალურად არ აჩანს გზა საითმიდის რა და არის კიდე მეორე ვარიანტი აუცილებლად უნდა მივიდეთ დღეს ჩვენ დავნახოთ ეს თავშესაფარი ძალიან გვაინტერესებს უყველას და მეორე გზა არის კიდე სოფელი ვეჯინიდან ეხა ამ ერთ მონაკვეთს გაჩვენებ სადაც ჩვენ გავჩერდით და ვეღარ გავაგზელეთ გზა და მე ვეცდებით უკან დავბრუნდეთ შალხევში და შალხევიდან სოფელ ვეჯინში გადავთ და ვეჯინიდან ავალთ უკვე თავშესაფარისკენ, ასეთი გეგმა გვაქვს. ნახოთ რა გამოგვივა. ეგონება ბელაზმა გაიარა. აქედან ჩახერგილია გზა და მე ვარ აუდგეს და. სით მეორე მხრიდან ავიდეთ. აიღე მარჯვნივ. Წადი. ჩადი ეგრე, ჩადი. რა გაია რო არის ფაჭრივა ამხან. დროებით. ესე იგი, ვინც იცით, მეგობრებო, სოფელი ასეთი დასახელებით ვილა ვეჯინი. პრინციპში სოფელი არ არის, მაგარი ვილებია, კერძო სახლები ამ დასახლებაში და გამოვცდით ახლა ჩვენ ამ ვილა ვეჯინს და ზევით არის ძველი ნანგრევები არის, ვეჯინის სასახლის ნანგრევები ქვია ასე. ხამ ადგილზე ამოვიდით, მინდა ეს ადგილი გადავიღო, მაგრამ აქ როგორ მოვხვდით, მოკლედ მინდა რომ გითხრათ. სოფელი შალხევიდან წამოვედი, ჩვენ ერთი ეკლესია ახლა დაშენებული ვნახეთ და ზევით რუკაზე იყო აღნიშნული თავშესაფარი, სურათიცაა ძალიან ლამაზი ადგილია და დამაინტერესა როგორი გზა იყო მაქამდე მისასვლელი. თავიდან არის რომ საცალფეხო ბილიკი არის, მაგრამ ნუ სამანქანი გზაც იყო რა და გავუყევით ამ გზას ჩვენ, მაგრამ სამწუხაროდ ბოლომდე ვერ ავედით. აი ვიდეოები ყველაფერი მე მგონი უკვე დავდე, ან დავდებ ახლა და გავჩვენებთ ამას ნახავთ ყველაფერს და დავტრიალდით და მაქედან არის ესე იგი სულ რამდენიმე კილომეტრში არის სოფელი ვეჯინი. ვილა ვეჯინი უпростоრად და ამ ვილა ვეჯინიდან ზევით კიდე მიუყვება გზა და ჩვენ იმედი გვაქვს რომ ამ გზით ბოლო მივალთ ამ თავშესაფარამდე აუცილებლად უნდა ვერა ბესო ეგერ მოვიდა და მეუბნება ვერაო მაგრამ დაბრდანაც არის რაღაც ხო, ნუ ყოველ შემთხვევაში ხა აქ ვართ, მოდით ერთად დავათვალიეროთ, აქ პატარა ეკლესიაც არის, იგერ ჩემს უკან ეკლესია ვნახოთ და წინ არის ეს ძველი ისტორიული ნანგრევები ვეჯინის სასახლის. და მე ბესომ ნახა რაღაცა გზა, რომელიც სავარაუდოდ შეიძლება იყოს ამ თავშესაფარამდე მისასვლელი. ეხლა რატო დღევანდელი ვიდეო მე მგონი მიეძღვნება თავშესაფარამდე ასვლას, მაგრამ ძალიან მაინტერესებს ეს ადგილი, მინდა ვნახო როგორი თავშესაფარია, ასე რომ წავიდეთ ახლა დავათვალიეროთ ეს ძველი ისტორიული ადგილი და მე ნელ-ნელა გავუყვებით კიდევ წინ მთაზე ადის გზა და იმედია მივალთ ამ თავშესაფარამდეც. დიდველის ქოხი ქვია ამ თავშესაფარს. აი ქვევით არის ვეჯინის სასახლის ნანგრევები და არის ვეჯინის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია. ვეჯინის ღვთისმშობელი. აბა შევიდე ახლა.
რა კოხტა ლამაზი ეკლესია. სავარაუდოდ ესეც ახალი აშენებული უნდა იყოს. ორი კარები აქვს, ერთი აქედან, ერთი იქიდან, რატო? ერთი კარები დაკეტილია. მეორე კარებიც მეორე ღია. არა, ორი კარები რა თქმა უნდა. ერთი აქეთ არის კარები, მეორე აქეთ. ღმერთი იყოს ჩვენი ფარული ყველასი. სანთელს დავამთებ ახლა და ჩავიდეთ მერე ვნახოთ ვეჯინის ნანგრევები. აბა ნახოთ ვეჯინის სასახლის კედლები. უზარმაზარი კედლები იყო და წარმოიდგინეთ აქეთაც კედელი უნდა ყოფილიყო ასე რომელიც აწ დანგრეულია ასე და რამხელა სასახლე იყო ნირამს ის კედლები იყო უძველესი სასახლე და ეგერ დაუწყიათ აქან იყო რა თქმა სასახლე ადრე და ნამდვილად როდის აბა შეაზგი უნდა დაგუგლო და დაუწყიათ აქ ფაცხის გაკეთება, მაგიდები არის, კამები არის, გადახურვა უნდა ერთი და მშვენიერი ადგილია. ლამაზ ბუნებაში. წავიდეთ აბერტი დიდველის ქოხი მოვძებნოთ ბოლო-ბოლო. ვერ მივედით ერთი ადგილიდან, ეხა მეორე ადგილიდან ვცდილობ. დღევანდელი ჩვენი დანიშნულების ადგილი, ანუ ბესო გამოდის დიდველის ქოხი რა. ვარიანტი არ არის. წავედით. ძალიან მაინტერესებს. იქოთ მაიცა იქნება. მანქანით ვარო ფეხით მაინც ავალთ რა. ვარა და გზა არისო და გზევით იმენა ჩანს მანქანის კვალი და საიდანღაც ხომ მიდის. ხო და დაძებნე კარგად. იმ ტყიდან ვერ ავიდოდით ვარიანტი არის. ესე იგი აქედან. თან ჩახერგილები იყო. ხო არა, იქიდან შანსი არ იყო. აქედან უნდა ვცადოთ საიდან. ო, დავიდეთ ნახოთ. დავიდეთ. ჯილის ვეჯინის სასახლის ნანგრევებიდან ზევით ამოდის გზა, წმინდა გიორგის ეკლესია არის. ახლა დაშენებულია. მშვენიერი გზა მოუყვება, მაგრამ საბოლოო ჯამში მივადექით კიდევ ერთ დაბრკოლებას, ეს არის შლაგბაუმი დაკეტილია, დიდი ბოქლომი ადევს და ეკლესიისკენ მიმავალი გზა ფაქტიურად ჩაკეტილია და მიზეზი ამისი ვერ გავიგებ, საკუთარი ეკლესია არის და დაკეტეს თუ რატო უნდა იყოს ეკლესიამდე მისასვლელი გზა შლაგბაუმი დაკეტილი. არ ვიცი მეგობრებო, აზი არა ვარ. ეს უკვე მეორე შლაგბაუმი დაგხვდა, პირველი განახეთ, მეორე ღია იყო საბედნიეროდ და ეს მესამე შლაგბაუმია ეკლესიის გზაზე, მაგრამ ეს დაკეტილია და აქ ვერ შევდივართ. თქვენი აზრი მაინტერესებს, სწორია თუ არა ეს? და მიზეზი ამისა, რატო უნდა იყოს ეკლესიამდე მისასვლელი გზა შლაგბაუმით დაკეტილი. ეხლა ჩვენ მივდიოდით წმინდა გიორგის ეკლესია არის. ვეჯინიდან ხო, მიდის გზა, მაგრამ აქ ამხელა ბოქლომი ადევს ამას, ეს არ ვიცი რატო ადებენ ამ ბოქლომს. თან ეკლესია არის წინ და ეხლა ადამიანი ეკლესიაში ვერ უნდა ჩავიდეს? სხვა რო აუაროთ ეხლა ჩვენ ამ შლაგბაუმს შანსი არ არის. გამორიცხული ამბავია. დიდველის ქოხამდე როგორც იქნა, მე მგონი უნდა მივიდეთ. მეორე მხრიდან. სოფელი მშრალხევიდან გაჩვენეთ როგორი გზა არის და ეს არის უკვე აქ რამხელა ის არის ბიჭო. ესე გაჩი მომწე ხალდი მას მოიწე. მოიწე ჩავა.
რამ სივაღლეზეა ნახე ისა. დააძახე ისევ გადახვალე. ბესო ის ტოტიც მოტეხი აბა. რამხელა ნამქერია. ოტოლი ნამქერი. გამაგარად ეს არის ეს არა ოფიციალური გზიდან შემოსულები. აქ არ უნდა кайხარია. აი ამ ეკლესიასთანაც მოვედით ხალხნოს, რომელიც მოსასვლელი გზა შლაგმაუმი რო განახეთ, ჩაკეტილო იყო და ბოქლომი რო ედო. ამოვედით აი ამ ეს ეკლესია თუ სახლია ბიჭო. ეს სახლია, სად არის ეკლესია? ეკლესია არ არის გვერდზე. ამდენი შიშაა მაგის. ხო, ეკლესია სახლის უკან არის, აგერ გამოჩნდა. ეს სახლი მამაოსაცხოვრებელია რა. მონასტერია როგორც. ალბათ მონასტერია. ო, წერა ხო გაჩვენე ახლა აქამდე გზა როგორ არ ნახდება. აღარ გააჩვენო წათი. და საკუთარი ეკლესია და მონასტერი ხო არ არის, რა თუნდა დაკეტვა, არ ვიცი, ვინმე რამეს მოიპარავს, გააფუჭებს თუ ვერ ხვდები რა. ხო და გავყვეთ ახლა ჩვენ ამ გზას და ავიდეთ დიდველის თუ ავედით. აქ თოვლმაც მოვიმატა, აი. ეგ არ ვიცი. სად არის ბესო გზა? აქ აღარ არის გზა. ეს მიდის. მიდის ხო რაღაც, აი. ჯერჯერობით მივდივართ. სადამდეც ფიზიკურად შევძლებთ, იქამდე ვივლით და მე ვნახოთ. აქ გავჩერდეთ რაფერ მოუხვე. აუ. სად? არა, ბიჭო, ეკლესიაში ვინ იქნებოდა, იმხელა ბოქლომი იყო. დაკეტილი იყო რა, ეხლა ჩვენ ვიპოვეთ გასაღები, ხო, აი. როგორც ზაფხულობით აღებს რა. გაგვიმართლა რა. ღმერთმა გაგვიღიმა? არა, ბედმა გაგვიღიმა და გასაღები ვიპოვეთ ღმერთის წყალობით. გავაღეთ ის ბოქლომი და შემოვედით. აჰა. უკაცრიელში კი არა, მორჩა გზა აღარ არის. აი არის. არაფერი ასე. ეხლა აქედან უეჭველი ფეხით არის, აგე ბილიკია, ხო? ფეხით არის რა. ო, ბესო, ნახე რა მანძილია დარჩენილი ერთი რო ავიდე ფეხით. მაგრამ რანაირად დადგეს ის კოტები? სადა ვართ აბა ბესო? ეხლა? ხო. ვიტყოდი, მაგრამ არ მინდა თქვა. კულტურულად რო თქვა? ეხლა ვართ უკაცრიელ ტყეში. მართლა უკაცრიელ ტყეში ვალთ, კაცი შვილი არ არის ნამყოფი. 10 მეტრას გავივლი და უნდა დაისვენო. თორე ძალიან დიდი დაღმართია. ციცაბო აღმართი არის, ხო, აი ზევიდან ამოვედით. ზევით არის ისა ხევი. პატარა მდინარესავით ჩამოვიდინება, ღელესავით. და უნდა ავიდეთ აი. ხო და აქეთ არ ჩანს არანაირი ბილიკი, საფეხმავლო. და ავდივართ ზევით უნდა ავიდეთ აი ეს გორის მასე წვერვალზე. დიდველის მთა. და ეს არის დიდველის მთაქვია ამას და ზევით არის თავშესაფარი დიდველის ქოხი. რომელიც დავისახეთ დღეს მიზნად. ჩვენ მე მგონი იმ ხოხამდე რომ მივალ დავრჩე მე იქ 1-3. ბიჭო, მართლა უკვე რომელი საათია? 3 საათია ღამდება თითქმის, ხო? არ არის მე. 2 ხოა. დამოსვლის ის დამოსვლის ვარიანტი, იმედია სხვა გზას ვნახავთ რაღაცას. ჯერ უნდა ავიდეთ. ხო, დაახლოებით დაგვრჩა 300-400 მეტრი, ხო? 500-600. 500-600. სადაც ამდენი გამოვიარეთ, ეხა უკან დახევა
შანსი არ არის, ბოლომდე უნდა ავიდეთ რა. ნენელა და თუ ავედით, მოგაი. მაგრამ ბუნება არის რაღაცა ზღაპარი. ზღაპრული ბუნება ეგერ ეტყობა თვითონ აი ამ შეშებზე რაც ყრია. მან ეს ბალახი და რამხელა ბალახია ნა. ხო, იმიტომ რომ აიქიდან აღმოსავლეთის ფერდია და მზერო ანათებს, ათბობს და თოვლიც არ არის იმდენად და ეხა ჩვენ აი იქით ამ მთის იქით მხრიდან ამოვდიოდით, დიდი თოვლი რო იყო და ფიზიკურად მანქანით ვეღარ ამოვედით რა და ეხა აი ამ გორას აღმოსავლეთ მხრიდან ვცდილობთ ასვლას რა. ნუ იმედი ავალთ რა, ნელ-ნელა ავიდეთ ეს. ორი არ ერთი ვარიანტია. ერთია. ავალთ. წავედით. ესე იგი ასე ვიბობღავეთ მე და ბესო. ამოვიარეთ აი ეს ხევი, ალბათ ერთი 200 მეტრიანი, ციცაბო აღმართი. მაიმუნები ვიარეთ რა და ამოვედით ეგერ გზა არის, ოღონდ გზა ყოფილა. მაგრამ ვაზას დაუძახი ამოვიდა. აი ეს გზა ესა დათვის ნაყოლები. დათვის სადა ბიო დათვი? რაღაც ნაყოლები არის კი აი. დათვის არა, მაგრამ ბიჭო დიდი ნაყოლები, ან დიდი ძაღლია, ან პატარა მგელი. აშკარად დიდი ნაყოლებია. მაგრამ ადამიანის სისიცა ნახე, ნაფეხურები, ესე იგი ძაღლი უნდა იყოს ეს. ადამიანი და ძაღლი, ხო და ბიჭო, საით უნდა წავიდე ბესო? რატო ზევით? მე ქვევით რატომ რა ედიხარ? აწერია ვნახოთ. ხო, ეგერ გზაზე პატარა ფირნიშია ჯიბეში მიდის. ხო და ეს გზა თუ იქ. აი ცუდი ის არის რომ არსად არაფერი მანქანით რა მო. წარწერა არ არის რა, რომ ადამიანმა გაიგოს, სად უნდა წავიდეს. მანქანით უნდა წავიდეს, ფეხით უნდა წავიდეს. ჩვენ ჩავიდეთ ბესო ნელ-ნელა ერთი წავიკითხოთ აქ რა წერია. არა, ავიდეთ ბარემ. აუ, ეს ბიჭო ზედაზენის მონასტერი 8 კილომეტრი არის, მაგრამ ეს მიტრიალებულია, ზევით არის, ქვევით არის, საით არის, ვერ გაიგებ. აი ზევიდან არის საფეხმავლო გზა, ხედავ? ეს არის მანქანით ამოსასვლელი, აქ მე ნახოთ, შეიძლება მოვიდეთ და ეგერ წერია რა ხდება აქ. დიდველის მთა 300 მეტრა ხო? დიდველის მთა იქით არის, ხო, აი ესე უნდა ავიდეთ ზევით, ბესო. თავშესაფარიო არა? დიდველის მთაზეა მე თავშესაფარი. აქ რა მაგარი ფაცხაა გაკეთებული. ეს რუკაზე საერთოდ არ არის აღნიშნული, აი ეს ადგილი, აი. თბილისის ეროვნული პარკია. ეს 1700 მეტრაზე ვართ. ვა, კაი მაღალზე ვართ, ბიჭო. იმიტომაც დევს თოვლი. აბა ნახოთ ფაცხა, აუ რა კაი ფაცხაა. ეს კარგი იქნება ზაფხულში, სითბოში. სახურავი არის ბესო ჩამოსუფთავებული, ან თავისით ჩამოიყარა. ჩამოიცურდა. ეს რა მაგარი ადგილია, ხო, ზაფხულში რო ამოხვიდი აქ. ეხლა უბრალოდ ცივა და აქ დაждდომა გაიყინები. ავიდეთ. ზით. დიდგორის ველზე. ფაქტიურად თითქმის ამოვედით და ეს არის საცალფეხო ბილიკი, რომელიც ამოდის ქვევით პატარა ფაცხარო იყო ლამაზე იქიდან. რა მაგარი ადგილია. და როგორი ხედებია, ბიჭო. თბილისის ზღვა? ხო. ჩანს. და ესე უნდა ავიდეთ ზევით კიდე, ჯერ ვერ ავიდეთ ბოლომდე. просто აი რა 45 გრადუსია უეჭველი რა. მინიმუმ. იმიტომ რომ 10 მეტრას გავივლით და всё. ხო. არა და ვიდეოში არ ჩანს. ვიდეოში ზოგადად აღმართები არ ჩანს, მაგრამ სამაგიეროდ აი ეს ლამაზი ადგილები ხო ჩანს. აი ეს ნახე. მე აი ეს
ხოხი საიდან ააშენეს აი ის მაინტერესებს. ძალიან მაგარი. აი ხოხამდე მივალთ ეხლა და. ფეხით არ ამოიტანდნენ აქ მასალა. ცოტა გადაგვრჩა რა. ბოლო ამოვედით. დიდველის გორის მწვერვალზე ვართ ჩვენ. დიდველის მთა ხო? აქედან რა მაგარი ხედები იშლება ქვევით. გლდანი ჩანს, გლდანის გვერდზე ტბა. თბილისის ზღვა იქეთ. თბილისის ზღვა, ხო, მოშორებითაც ეგეც ჩანს, თბილისის ზღვა ჩანს აქედან. და მივდივართ კიდევ ზევით. ზევით არის ის თავშესაფარი. აქედან ის ეკლესია ჩანს, აი დაბლა არის, აი სადაც გავჩერდით? სიმაღლეზე ამოვედით ნახეთ. სად ჩანს ეკლესია, მე რატო ვერ ხედავ? როგორ ხედავ გამოს. აი ქვევით პატარა ეკლესია გამოჩნდა. აი ამ ეკლესიასთან შემოდის გზა და იქ გავჩერდით ჩვენ. მანქანა იქ გავაჩერეთ. მე მანქანის გზა აღარ ამოდის და წამოვედით ფეხით. ამოვედით გორაზე და ჯერჯერობით მივუყვებით კიდევ ზევით გზას. ხოხამდე დარჩა ალბათ 300 მეტრი. როგორც იქნა ამოვედით, მეგობრებო, აი ჩემს უკან ხედავთ. ძალიან მაგარ ბუნებაში არაჩვეულებრივი ადგილია. ჩემდა გასაკვირად ეს თავშესაფარი ღია დაგვხდა. სხვაგან სადაც ვართ ნამყოფები, თავშესაფარში ყველა დაკეტილი გვხდებოდა, მაგრამ ძალიან გამიკვირდა ეს ღია არის, შევედით, ძალიან მაგარი სიტუაციაა. აქეთ არის ფაცხა ლამაზად გაკეთებული, ამას გაჩვენებთ ყველაფერს. მთის წვერზეა, დიდველის გორა ქვია, 2000 მეტრზეა ზღვის დონიდან. როგორი ამოსასვლელი გზა არის, მაგასაც გაჩვენებთ. ფეხით არის ამოსასვლელი, აქამდე მანქანით გზა არ არის, მაგრამ საინტერესო ის არის, ეს ამხელა შენობა როგორ ააშენეს მანქანის გზის გარეშე, ანუ როგორ ამოიტანეს, ეს ჩემთვის ძალიან გასაკვირია, იმიტომ რომ მანქანით ვერ საიდან ვერ მივდექით. ერთი სოფლიდან, ამ გორის ერთი სოფლიდან წამოვიდით, ვერ ამოვიდით ფიზიკურად და მეორე მხრიდანაც ნახევარი გზა ამოვიდით და მე უკვე საფეხმავლო გზა არის. მაგრამ მოდით ახლა ერთად დავათვალიეროთ ეს არაჩვეულებრივი ლამაზი ადგილი, რომელსაც ქვია დიდველის თავშესაფარი, დიდველის გორაზე. დავიჯერო ახლა მანქანით ამოსასვლელი გზა არ არის საიდან. აქედან ჩვენ საიდანაც ამოვიდით, ვერა შანსი არ არის, მაგრამ ვარიანტი არ არის. მანქანით. შენახე რა მაგარი. ღია აუ ბიჭო თბილა ალბათ ვიღაცა იყო ხო აი ნაფეხურები რო შეხვდა გზაში ცოტა დავისვენებ რა მაგარი ადგილია ესა ძალიან საინტერესო ადგილია რა მაგრამ ეხა აქ სიტყვაზე დარჩენა რომ მოინდომო ეს ლეიბები არ არის, საბნები არ არის. მანქანით ამოსასვლელი გზა არ არის. ვეშმოშობი ხო დაახრევენ. კოპიტურ დადიო. კარგია. გარეთ ეგერ მშვენიერი ფაცხა. ბუნება. სუფთა ჰაერი. სადამოვიდი მე აქ ამოვიდოდი მე ძმაო დღეს მაგარი ვარჯიში გამოგვივიდა ცხოვრებაში არ მივიდა ყოველ შემთხვევაში რაც დავისახეთ მიზნად ის გავაკეთეთ ბესო ხო ხარ ეხლა კმაყოფილი და ბედნიერი ხო ხარ მე ვარ პირადად შენი არ ვიცი 1-2 კილომეტრი ვიარეთ 45 გრადუსიან აღარ კი ძალიან აღფრთოვანებული ვარ მე ამ ადგილით ოღონდ ძალიან დაღლილი დავისვენოთ ეხლა ცოტა ხანი და მე დავაწვეთ ქვევით. რა მოგრეთავო ეს უნდახოთო ხოშია. ხო, ბიჭო. ფეჩი არის. ცოცხი არ არის, ცოტა დავალაგოთ. შის არა გაქვს ასანთი? არა, ეხლა დაანთო შეშა. შეშას კი ვიშოვით, მაგრამ ძალიან გაგვეწელება. ქვევით გველოდებიან. ცოტა შევისვენოთ და დავაწვეთ ქვევით. დას ლაპარაკო, ბიჭო. ქვევით იყო 1700 და აქ 1300 როგორ გახდა? 1700 ეწერა.
და დიდველი მდებარეობს საგურამოს ქედზე ზღვის-დონიდან 1300 მეტრზე. საიდანაც იშლება? აი ზაფხულში გადაღებული. ხო. ეს რომელი ეკლესიაა? ეს რომელი ეკლესიაა და უნდა ეწეროს, მაგრამ არ გამოგვივლია ეკლესია ჩვენ. ანძელი, ბილიკი, სოფელი, მამა დიდველი, რუსეთის 15 კილომეტრი. აქ ლაშქრობები იმატება. ლაშქრხანსგლება 2 დღე, ამხვალ დაისვენებ და მეორე წახვალ. მარტივი საშუალო, აი იგი. ჩვენ კი დავწყდით სანამ ამოვიდით. მარტივია და აპა. ძნელი რაღა არის. აი აქ ვართ, აი. აი საგურამო შანკევანი. აჰა. მანკოდა. ნუ ყოველ შემთხვევაში არა მაგარი ადგილი აქ ზაფხულში ვაფშე მაგარი იქნება რა. ზაფხულში მე რას ვფიქრობ, იცი ბესო? ჩვენ ახლა იქით ხრიდან სოფლიდან რო ამოდიოდით, რა ვქო იმ სოფელს, სადაც ვეღარ წამოვედით რა. არ არის სოფელი აქ აღნიშნული? შანკევანი. საფეხმავლო. იქიდან შეიძლება იყოს რა ამოსასვლელი. როგორ დავიჯერო ეს ამხელა შენობა ისე აშენეს რო აქ მანქანით არ ამოვიდნენ, გამორიცხულია რა. არა ვარიანტი, აი გზა არ არის აქ გზა. არ არის ეხა თოვლია და ვერ ხედავ თორე უეჭველი იქნება. აი ფედი უნდა გადმოხდე რა, იქიდან ჩვენ ასე უნდა გადმოსულიყავით. ხო. აქედან მასალა არის ვერტალოტით მომოტანილი და აქ გაწყვეტილი. ვერტალოტით არა რაკეტით. არ ვიცი. წავედით სადაც. ბოლო მანქანა იქამდე ადის და მე ამოზიდეს. იქიდან რითი ცხენით ამოზიდეს? რაღაცით რა. მეგობრებო, თუ ვინმეს გააქვთ ინფორმაცია აი ეს ამ ადგილის შესახებ მანქანით, თუ ვინმე ამოსულ ხართ ყოველ შემთხვევაში ამ ადგილზე, კომენტარში მომწელეთ, ძალიან მაინტერესებს რა. მანქანით ამოსასვლელი გზა თუ არის ამ ადგილამდე. ჩვენ ვერ ნახეთ. ზოგი ადგილები თოვლითაა დამალული, დაფარული და შეიძლება ვერ არ ჩანს. ცოტა ხანი დავისვენოთ. ესე იგი ჩვენი სურსათ-სანოვაგე ძირითადად რაც დაგვაქვს ხოლმე ჩვენი ექსპედიციის დროს ეს არის ტოლმა ეს არის ქათმის სუპი რაღაც ბაბუმ გააკეთა რაღაც სპეჩეკვეთა სალათები ფხალი მჭადი და ყველი რა თქმა უნდა და წვადი და ღვინო ეგ თავისთავად ცხადია აი ეს არის ვილა ვეჯინი აგერ გზა ჩანს რომელი გზითაც ამოვედით აგზევით ეგერ იქით ჩანს გლდანი და ეგერ ამოვედით გორის თის წვერვალზე ზევით და აქ არის პატარა ეკლესიის ნანგრევიც ავიდეთ ერთი ვნახოთ პატარა ძველი ეკლესია და აქედან მერე მივუყვებით ჩვენ უნდა ჩავიდეთ ოდნავ ქვევით არის ღვთისმშობლის ეკლესია ახალი აშენებული ისიც მაინტერესებს და მერე უნდა ავიდეთ დიდველის გორაზე იქ არის ძალიან რაღაცნაირი ლამაზი თავშესაფარია როგორც ინტერნეტში ჩანს სურათზე და რეალობაში მინდა რომ ვნახო აი ეს არის ძველი ეკლესია ცოტა მანქანა გავაფუჭეთ ტყეში ხეებში და ბუჩქებში რო დავძვრებით მაგრამ არა უშავს ბესო მაგას დააპანჩინკებს მაგის სპეციალისტია ეს არის ძველი ნახეთ როგორი კირქვით კირით აშენებული ეკლესია არის ესეც არის წმინდა გიორგის სახელობის სანთელი არის სანთელი მანქანაში გვაქვს მოვიტან დავანთებ
ეს სავარაუდოდ ახალი აშენებული უნდა იყოს ეს ეკლესია. და ეკლესიის გვერდზე მამა უიშენებს თავის საცხოვრებელს. აქ ალბათ მონასტერი იქნება, მე როგორც ვიცი საბოლოო ჯამში. ძალიან გამიხარდა, რომ გასაღები ვიპოვეთ და შემოვედით, გავაღეთ ის დაკეტილი შლაგბაუმი, მაგრამ აი შლაგბაუმი დაკეტილი მაინც რატო იყო და ეს ეკლესიაც ჯერჯერობით ვერ შევედი. ხო, ეკლესიაც დაკეტილია. ალბათ მშენებლობის პროცესია და იმიტოა. დაკეტილი ეკლესიაც და გზაც მანქანით, რომ ადამიანი ვერ შემოვიდეს. თქვენ კომენტარს ველი მეგობრებო, რატომ უნდა იყოს გზა დაკეტილი ეკლესიისკენ და აი ეკლესიაც ღია რო ყოფილიყო, ეხა შევიდოდი და სათელს დავანთებდი. დაკეტილია? დაკეტილია, ხო. აქ ზამთარში არ არის ყო მამა. მამაო რა თქმა ეკლესიაში რო შევიდე, რა თქმა მამაო რა მამაოს გარეშე რა ვერ შევალ. დაკეტილი რატოა ეგ ცალკე კიდე თემა. არ ვიცი, ბესვაზე არ ვარ. რაც ჩვენ ასეთი ეკლესიები გადაღებული გვაქვს. ხო, იმდენი სიკეთე და სიხარული სულ ყველა ჩვენთანგანს. მაგრამ ღია იყო ყველა ადამიანისთვის. შედი, ილოცე სანთელი დაანთე და გამოდი. ეკლესიის ორონდე მიყვანა რაღა იყო რაც. აი, ამ ხელა სახს იშენებს. ალბათ რომ მორჩება მშენებლობა, მაგრამ გახსნიან. გზასაც გახსნიან და ეკლესიაცაც გახსნიან იმედია. სოფელი ვეჯინიდან მეგობრებო გამოვედით და მივუყვებოდით გზას ჩვენ წმინდა გიორგის არა. ღვთისმშობლის ეკლესია არის ეგერ ჩემს უკან ჩანს. მაგრამ გზაზე იყო დიდი შლაგბაუმი, რომელიც ჩაკეტილი იყო. გვეგონა რომ ძალიან გული დაგწყდა რომ ვიფიქრეთ რომ აქეთ ვეღარ შემოვიდოდით და ამ ლამაზ ადგილებს ვერ ნახავდით და ჩვენი დანიშნულების ადგილამდე რაც მთავარია ვერ მივიდოდით. ეს არის დიდველის მთაზე. ავედით ბოლო დღეს. ხო, მაგრამ მე რაღაცა ბედმა გაგვიღიმა თუ ღმერთის დახმარებით ცოტა გამოვიხედეთ და ქვის ქვეშ იყო გასაღები, ვიპოვეთ ეს გასაღები, გავაღეთ, შემოვედით კოხტად და ლამაზად და ეს ლამაზი ადგილი გადავიღე ხა მე და გაჩვენებთ ამას ყველაფერს. სამწუხაროდ ეკლესია დაკეტილია და ვერ შევედით, მაგრამ ალბათ ამისი მიზეზია მშენებლობა მიმდინარეობს და რომ მორჩება მშენებლობა, მე კარებსაც გახსნიან, გზასაც გახსნიან და ეკლესიაშიც ყველა ადამიანი შეძლებს თავისუფლად მოსვლას. იმედი ასე იქნება. ეხლა კი ამით დღევანდელ ვიდეოს ჩვენ ვასრულებთ მეგობრებო, ვისაც მოგწონთ ჩემი ვიდეოები, ჩემი არხი დაალაიქეთ. კომენტარი მომწერეთ, არხიც გამოიწერეთ. ყველას დიდი მადლობა. კარგად ბრძანდებოდეთ სულ ყველა. ბესო რამეს ხო არ დაამატებ. კარგი დღე იყო დღეს და ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად დამთავრდა. კარგად ნახე მზე. კარგად.